პირველ კლასში მაჩუქეს Porsche 911 მოდელი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი. იმ დროიდანვე დავიწყე, როდესაც კამერას მიშვერდნენ, ავტომობილის ჩვენება. ოღონ არ ვიცი ამას რა დავაკეთებ. მეორე კურსზე ჩემი კომპანია გავაკეთე, ძალიან ბევრი მუშაობა დავიწყე. ერთი დღე ზოგჯერ მივდიოდი ხოლმე ტრეკზე, ტესტავდი ჩემ ავტომობილს, ნახულობდი რაღაც აპგრეიდებს, რაღაცებს, როგორ მუშაობდა. თან კამერა დამქონდა ხოლმე GoPro ყოველთვის ჯიბეში მქონდა. მქონდა ისეთი მომენტები, როდესაც ვიდეოს ნახვები არ ქონდა და სასო წარკვეთილებაში ვიყავი ხოლმე გადავარდნილი, რომ განა მეთქი სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ პროგრამირებას თავი გავანებე და YouTube-ზე გადმოვედი. 10 YouTuber-ი აკეთებდა ერთი და იგივე. ყველას ქონდა ჩაბარდნები ვიდეოში და სამწუხაროდ ვნახე, რომ ბევრმა მათგანმა თავი გაანება საერთოდ YouTube პლატფორმას. აღარ აკეთებდნენ უბრალოდ ვიდეოებს რა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ის სურათი მქონდა აღმოჩენილი, სადაც მანქანა მიჭირა ხელში და მე ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი თემა იყო, ანუ აბსოლუტურად სიამოვნებდა ის, რასაც ვაკეთებდი, ვინმეს თუ რამე გიყვართ ძალიან, თუ არ ჩერდებით და ბოლომდე აკეთებთ ამას და გიყვართ ის, რასაც აკეთებთ, ყოველთვის მიხვალთ წარმატების წერტილამდე.